აქამდე დიდი ყურადღება დაუთმეთ ნავიესტოქსის განტოლებების მიღებას, იმის დადგენას თუ რა კავშირია ჰიდროდინამიკასა და მომიჯნავე დარგებს, ფიზიკის დარგებს შორის, ასევე დიდი ყურადღება დაუთმეთ ნავიესტოქსის განტოლებების ზოგადი თვისებების დადგენას და ანალიზს და ახლა უნდა გადავიდეთ შემდეგ თემაზე, რომელსაც ქვია ნავიესტოქსის განტოლების ამონახსნები. და თვითონ ის ფაქტი თუ რამდენი დრო დავხარჯეთ ჩვენ ნავიესტოქსის განტოლების ზოგადი თვისებების და კანონზომიერების შესწავლაზე თავისთავად მიუთითებს იმაზე რომ ამოხსნის ნაწილში საქმე მთლად ოპტიმისტურად არ არის იმიტომ რომ განტოლებას რომელსაც ჩვენ ამოხსნა შეგვიძლია უბრალოდ ხსნით და ვიძახით რომ ამონახსნი ეს არის და შემდეგ ამონახსს ვაანალიზებთ ნავიესტოქსის განტოლებების მთავარი პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს რომ ის ძალიან იშვიათად რომ ამოიხსნას და ეს ამონახსნებიც არის დიდზე ჩამოსარქმლელი, თუმცა სწორედ ახლა ჩვენი მიზანი არის რომ გავარკვიოთ ამისი მიზეზებში უფრო ძირეულად გავერკვეთ და ის ამონახსნები რომელიც არსებობს, ის ამონახსნები დეტალურად შევისწავლოთ. პირველი კითხვა რომელიც ბუნებრივად ჩდება, ეს არის რა სტაციონარული ამონახსნები შეიძლება ქონდეს ჰიდროდინამიკის განტოლებებს. წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ გვაქვს რაღაც ფიქსირებული გვაქვს სითხე რაღაც ფიქსირებულ სასაზღვრო პირობებში და გვაინტერესებს ბუნებრივად ჩდება კითხვა რა დინება ჩამოყალიბდება აი ამ კონკრეტულ რეალიზაციაში მაგალითად გვაქვს რაღაც მილის მილის ბოლოებს შორის გვიჭირავს მუდმივი წნევათა სხვაობა და გვაინტერესებს რა სიჩქარის პროფილი ჩამოყალიბდება მილში აბსოლუტურად ბუნებრივი კითხვაა და თანაც კითხვა რომელსაც აქვს უამრავი პრაქტიკული გამოყენება, როგორიც არის დაკავშირებული ნავთობსადენებში, თქვათ იგივე წყლის მოძრაობა ურბანულ კომუნიკაციებში და ასე შემდეგ, ამიტომ ეს ამოცანა ძალიან დიდი ხანია, თითქმის 200 წელია ძალიან ინტენსიურად ხდება შესწავლა. და ესე იგი დავიწყოთ ასეთი ტიპის სტაციონარული ამონახსნების ძებნა, თუმცა სტაციონარული ამონახსნებიც ნავიესტოქსის განტოლებას ძალიან ცოტა აქვს ანალიზურად მოძებნილი და კვლავ ამისი მთავარი პრობლემა არის ნავიესტოქსის განტოლების არაწრფივობა, ანუ ეს კონვექციური წარმოებულის წევრი, რომელიც გვაქვს ჩვენ ნავიესტოქსის განტოლებაში. თუმცა არსებობს დინებათა კლასები, რომელშიდაც ეს წევრი იდენტურად ნულდება და ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ რეალურად წრფივ ამოცანას, რომელშიც ანალიზი გაცილებით მარტივდება. და უპირველეს ყოვლისა და რეალურად არსებული სტაციონარული ამონახსნების უმეტესობა სწორედ ესეთ წრფივი ამონახსნებია, ასე ვთქვათ, და ამონახსნები, რომელშიც ეს კონვექციური წარმოებულის წევრი რეალურად ნულისგან განსხვავებულია, მართლა ძალიან ცოტაა ცნობილი და უპირველეს ყოვლისა განვიხილოთ ეს ესეთი წრფივი ამოცანები და შემდეგ უკვე ვნახოთ რა პრინციპული სხვაობაა იმ დინებებში რა პრინციპულ სხვაობასთან მივყავართ ისეთი დინებების შესწავლა, სადაც კონვექციური წარმოებულის წევრი იდენტურად ნულის ტოლი არ არის. ერთი ყველაზე მარტივი სისტემა, რომელშიც კონვექციური წარმოებული იდენტურად ქრება, ეს არის უკუმშრადი სითხის მოძრაობა, როდესაც ჩვენ გვაქვს სიჩქარის ველს აქვს მხოლოდ ერთი კომპონენტი. მოდით ეს კომპონენტი იყოს თქვათ x კომპონენტი, მაშინ უკუმშრადობის პირობიდან ჩვენ გვრჩება რომ ამ ერთი კომპონენტის წარმოებული x-ით უნდა იყოს ნულის ტოლი, ანუ ეს სიჩქარე დამოკიდებული ვერ იქნება x კომპონენტზე და უნდა იყოს მხოლოდ მისი მიმართულების პერპენდიკულარულ სიბრტყეში მოთავსებული კოორდინატების ფუნქცია. ასეთ შემთხვევაში კონვექციური წარმოებულის წევრი იდენტურად ნულის ტოლია, მარტივად შეგვიძლია ეს შევამოწმოთ. ესე იგი ჩვენ ვიხილავთ სტაციონარულ დინებას, ამიტომ დროითი კერძო წარმოებულიც ნულის ტოლია და ნავიესტოქსის განტოლების კომპონენტები მიიღებენ შემდეგ სახეს, ეს არის გასწვრივი კომპონენტი, ხოლო დინების პერპენდიკულარული მიმართულებით კომპონენტებში ჩვენ უბრალოდ მივიღებთ რომ წნევის შესაბამისი გრადიენტები იდენტურად ნულის ტოლია, იმიტომ რომ მაგ მიმართულებით ჩვენ სითხის დინება არ აგვაქვს და მხოლოდ წნევის გრადიენტები ვრჩება. მაშასე პერპენდიკულარული კომპონენტებიდან ჩვენ ვღებულობთ რომ წნევა უნდა იყოს მილის პერპენდიკულარულ განიკვეთში მუდმივი, ანუ ის არ შეიძლება იყოს დამოკიდებული სტაციონარული დინების შემთხვევაში პერპენდიკულარულ კოორდინატებზე.
ხოლო ამიტომ ის დამოკიდებულია მხოლოდ გასტროი კოორდინატზე, ამასთან ახლად თუ ჩვენ უკვე გასტროი განტოლებას შევხედავთ, სიჩქარე თავის მხრივ არ არის დამოკიდებული გასტროი კოორდინატზე, შესაბამისად ვერ იქნება გასტროი კოორდინატზე დამოკიდებული მისი წარმოებულებიც, აქედან გამომდინარე წნევის გასტროივი გრადიენტი არ უნდა იყოს დამოკიდებული თავად x-ზე, აქედან გამომდინარე წნევის გასტროივი გრადიენტი სტაციონარული დინებისთვის უნდა იყოს მუდმივი და მოდით ეს მუდმივი წნევის გრადიენტით აღვნიშნოთ -j რაღაც -j მუდმივით და ერთიც არის აღსანიშნავი, რომ სტაციონარული დინების დროს ეს j გასაგებია, რომ ვერ იქნება დამოკიდებული დროზეც, ამიტომ ის უბრალოდ მუდმივს წარმოადგენს. ნიშანი მინუს ვიღებთ მხოლოდ იმიტომ, რომ სიჩქარისთვის გამოსახულება გამოვიდეს დადებითი, იმიტომ რომ გასაგებია, რომ სითხეს აქ თვისება, რომ მიდის მაღალი წნევის არიდან დაბალი წნევის არისკენ, ანუ წნევის გრადიენტის საპირისპიროდ. მაშასე ყველაფერი ამის გათვალისწინებით ჩვენი განტოლება საბოლოოდ მარტივდება და დავდივართ ესეთ ერთ მეორე რიგის მაგრამ ჯერ კიდევ კერძო წარმოებულებიან განტოლებაზე და ახლა შემდგომი ანალიზისთვის ჩვენ გვჭირდება უკვე კონკრეტული ამოცანის კონკრეტული პირობებისთვის ამ განტოლების მისადაგება. პირველი დინება, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ეს არის სწორედ ეგრეთ წოდებული პუაზიელის ან ჰაგენ-პუაზიელის დინება, ეს არის ჩვეული მოძრაობა სწორ მილში, რომელიც არის გასაგებია, რომ პრაქტიკული აპლიკაციების გამო არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი შესაბამისად და მაშასადამე ჩვენ გვაქვს მხოლოდ სიჩქარის გასტროივი კომპონენტი, ღერძული სიმეტრიის გამო ეს სიჩქარე დამოკიდებულია მხოლოდ დაშორებაზე მილის ცენტრიდან, ანუ რადიალურ კომპონენტზე. შემდეგ ასევე ღერძული სიმეტრიის გამო ჩვენ გვირჩევნია ვიმუშაოთ ცილინდრულ კოორდინატებში ლაპლასის ოპერატორს მოგეხსენებათ ასეთი სახე აქვს და მაშასადამე გვაქვს მეორე რიგის უკვე ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლება, რომლის ამოხსნა რაიმე სირთულეს არ წარმოადგენს. და სინამდვილეში გვაქვს სამი სხვადასხვა წევრი ამონახსენში. პირველი წევრი შეიძლება მარტივად ვიპოვოთ თუ კი სიჩქარეს დავიწყებთ სიჩქარის ამონახსნის ძებნას როგორ ხარისხოვანი ფუნქციის სახით და შემდეგ ორი გადაგვარებული ამონახსენი მოდის იქიდან, რომ ერთი რომელიც არის უბრალოდ მუდმივი, იმიტომ რომ თუ კი აი ჩვენ ხარისხოვან ამონახსენს მუდმივს დავუმატებთ, გასაგებია, რომ ეს მუდმივიც არის ამონახსენი, იმიტომ რომ აი ეს ამ წარმოებულის გამო განოლდება და შემდეგი ამონახსენი, ლოგარითმული ამონახსენი დაკავშირებულია კიდევ ერთ გადაგვარებულ ამონახსენთან, რომელიც შეესაბამება ისეთ დანამატს, როდესაც აი ეს პირველი წარმოებული ნოლდება. ასე თუ ისია, მარტივი შესამოწმებელია, რომ ეს არის ამ მეორე რიგის განტოლების ზოგადი ამონახსენი და ახლა ინტეგრების მუდმივების დადგენისთვის ჩვენ გვჭირდება სასაზღვრო პირობები, უპირველეს ყოვლისა, ვინაიდან დინების სიჩქარე გასაგებია, რომ უნდა იყოს სასრული, ჩვენ იძულებული ვართ დაუშვათ, რომ ამოდმივი იგივურად ნულის ტოლია რეალურ დინებებში და რაც შეეხება B მუდმივს, ის ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ სასაზღვრო პირობიდან, რომელიც გასაგებია მაშინ მდგომარეობს, რომ ვინაიდან ჩვენ ვიხილავთ სითხის მოძრაობას გაჩერებულ მილში, მილის კედელზე, სიჩქარე უნდა იყოს ნულის ტოლი. შედეგად ამონახსნი არის ესეთი. ანუ სიჩქარეს აქვს პარაბოლური პროფილი, აი აქ ხედავთ, ხო, ეს არის სწორედ ჰაგენ-პუაზიელის, ანუ უბრალოდ პუაზიელის დინება. სიჩქარე არის გასაგებია, რომ სიჩქარე მაქსიმალურია ცენტრში და მინიმალურია ნულის ტოლია მილის კედელზე და ახლა რაც არის მნიშვნელოვანი პრაქტიკული აპლიკაციებისთვის, დავიწყოთ ამ ასეთი ტიპის დინების მახასიათებელი სიდიდეების დადგენა. პირველი რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არის როგორია სითხის ხარჯი, ასე ვთქვათ, ან სითხის ნაკადი, ანუ რამდენი სითხე გაედინება დროის ერთეულში აი ამ ასეთი მილის მეშვეობით. გასაგებია, რომ ეს რომ დავადგინოთ ჩვენ უნდა ვინაიდან სიჩქარე სხვადასხვა არის სხვადასხვა დაშორებაზე ცენტრიდან, ეს რომ დავადგინოთ ჩვენ უნდა ვაინტეგროთ სიჩქარის მნიშვნელობა მთელი ფართობის მიხედვით, მთელი პერპენდიკულ მილის განიკვეთის მიხედვით, ვინაიდან არაფერი არ არის დამოკიდებული
აზიმუტალურ კუთხეზე ის უბრალოდ ამ კუთხით ინტეგრება უბრალოდ ორპის მოგცემს და შემდეგ რჩება ჩვეულებრივი ინტეგრალი, რომელიც გვაძლევს რომ აი ესეთ მილში ფიქსირებული წნევის გრადიენტის დროს, როცა ერთ ბოლოზე გვაქვს წნევა P1, მეორე მხარეს P0, ხოლო მილის სრული სიგრძე არის L, ეს სითხის ხარჯი მოიცემა აი ამ ფორმულით და ეს არის სწორედ ეგრეთ წოდებული პუაზიელის კანონი და 1919 საუკუნის შუაში სწორედ ეს დაადგინა პუაზიელმა, რომ 100 მილში სითხის მოძრაობისას სითხის ნაკადი პირდაპირ პროპორციულია მილის ბოლოებზე მოდებული წნევათა სხვაობის და პროპორციულია მილის რადიუსის, მილის რადიუსია ამ ფორმულაში, მილის რადიუსის მეოთხე ხარისხისა და ამას ქვია სწორედ პუაზიელის კანონი. ახლა შემდეგი მნიშვნელოვანი მახასიათებელი სიდიდე ეს არის რა ძალა მოქმედებს მილზე. ძალის ფორმულა ჩვენ ზოგადი ფორმულა გამოვიყვანეთ იმისთვის რომ გავარკვიოთ რა ძალა მოქმედებს მილზე. ჩვენ გვჭირდება გავარკვიოთ როგორი არის მხები დაძაბულობა გახსოვთ ხახუნის ძალაზეა ლაპარაკი იმიტომ რომ ბუნებრივია რომ ზედაპირის პერპენდიკულარულად წნევა სულ მოქმედებს მაგრამ ჩვენ ხახუნის ძალა გვაინტერესებს ამ მომენტში ამიტომ მხები დაძაბულობა ვინაიდან სიჩქარის ერთი კომპონენტი აქვს და ის მხოლოდ ერთ კოორდინატზეა დამოკიდებული მხები დაძაბულობის მთელი კერძო წარმოებულებიდან გვჭირდება ეს ერთადერთი წარმოებული და თუკი ჩვენ სიჩქარეს ჩავსვამთ რადიუსში მივიღებთ რომ ხები დაძაბულობა ტოლია 1/2 წნევის გრადიენტი გამრავლებული რადიუსზე რაც იმას ნიშნავს რომ მთელ მილზე მოქმედი ძალის დასადგენად გასაგებია რომ ჩვენ ეს დაძაბულობა რომელიც მუდმივია უნდა გავამრავლოთ სრულ ფართობზე სრული ფართობი არის 2πr არის გარშემოწერილობა მილის და ელი მისი სიგრძე და საბოლოოდ ამ სრული ძალისთვის ვიღებთ აი ესეთ გამოსახულებას და ეს გამოსახულება ძალიან მარტივი და ნათელი ინტერპრეტაცია აქვს. საქმე ის არის რომ თუკი ამ სისტემას თავის მილიანწყლიანად განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, მაშინ მასზე ერთი მხრიდან მოდებული ძალა არის მილის პერპენდიკულარული ფართობი გამრავლებული ერთი მხრიდან მოდებულ წნევაზე, ეს არის სრული მექანიკური ძალა მოდებული ამ სისტემაზე ერთი მხრიდან, ხოლო მეორე მხრიდან მოდებული ძალა არის ფართობი გამრავლებული მეორე მხარეს არსებულ წნევაზე და გასაგებია რომ ახლა მთელ ამ სისტემაში ნიუტონის მესამე კანონის თანახმად მილის მოქმედება ტოლია მასზე მოდებული ძალისა საპირისპირო ნიშნით, ამიტომ ამ ძალას ძალიან მარტივი და გამჭვირვალე, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია აქვს. შემდეგ ჩვენ ასევე გამოვიყვანეთ ფორმულა ენერგიის დისიპაციის ტემპისა, რომელსაც თუ გახსოვთ აი ესეთი სახე ქონდა, ისევე ამ მთელი ამ კერძო წარმოებულებიდან ახლა ჩვენ სიჩქარეს აქვს ერთადერთი არანულოვანი წარმოებული და ის დამოკიდებულია ერთადერთ რადიალურ კოორდინატზე, ამიტომ მთელი ამ წევრებიდან 0-ისგან განსხვავებული იქნება 2, ერთი როდესაც I არის პარალელური ინდექსი და G არის ერი და მეორე პირიქით, ანუ ჯამში გვექნება მთელი ამ წევრებიდან დაგვრჩება მხოლოდ სიჩქარის შესაბამისი გრადიენტის გაორმაგებული მნიშვნელობა, რაც გაბათილდება ამ ერთმეორედთან და ენერგიის დისიპაციის ტემპისთვის გვექნება ასეთი ფორმულა, თუმცა კვლავ ჩვენ უფრო მნიშვნელობა აქვს გავარკვიოთ სრული ენერგიის დისიპაცია დროის ერთეულში, გასაგებია რომ მაშინ ჩვენ ეს დისიპაციის ტემპი უნდა ვაინტეგროთ, იმიტომ რომ ეს დისიპაციის ტემპი გასაგებია იცვლება წერტილიდან წერტილამდე, მაგალითად ცენტრში, სადაც სიჩქარეს წარმოებული არა აქვს, იგი 0-ია, ხო, როდესაც ერი 0-ის ტოლია, ხოლო კიდეებზე, სადაც ყველაზე დიდი წარმოებული აქვს მაქსიმალურია, ჩვენ გვაინტერესებს საშუალო ტემპი მოცემული მილისთვის და ამისთვის მხოლოდ საჭიროა აი ამ გამოსახულების ინტეგრება სრული მოცულობით, რაც არის ძალიან მარტივი და საბოლოო გამოსახულება ამ სრული ენერგიისთვის მდგომარეობს იმაში, რომ ეს სრული დისიპაციის ტემპი არის მილის სიგრძე გამრავლებული მილის ხარჯზე და გამრავლებული წნევის გრადიენტზე. ეხლა კიდევ ერთი პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი ამოცანა არის, როდესაც წნევის გრადიენტს ქმნის სიმძიმის ძალა, ეს ამოცანა ბუნებრივად დგება, როდესაც ჩვენ გვაქვს დინება დახრილ მილში, რომელიც
თქვათ სიმძიმის ძალის ველშია მოთავსებული და მაშინ აი ეს ნაკადი რომელიც გამოედინება ასეთი სითხეში სწორედ აღიწერება ზუსტად იგივე ფორმალიზმით რაც ჩვენ აქ უკვე განვიხილეთ ოღონდ გასაგებია რომ ახლა წნევის გრადიენტს ქმნის სიმძიმის ძალა და ამიტომ ჩვენ უკვე მისი მნიშვნელობაც ვიცით და ეს მნიშვნელობა არის გასაგებია რომ სიმკვრივე გამრავლებული თავისუფალი ვარის აჩქარებას და სინუს ალფაზე სადაც ალფა არის ამ ჩვენი მილის დახრის კუთხე ჰორიზონტთან ეს არის ძირითადი მახასიათებლები ჰაგენ-პუაზიელის დინების და ახლა დავალება კი ასეთია განსაზღვრეთ გასწვრივი დინება ორ კოაქსიალურ ცილინდრს ორ კოაქსიალურ მილს შორის რომელზედაც მოდებულია მუდმივი გრადიენტი ანუ რეალურად გვაქვს იგივე ამოცანა ოღონდ აი ამ მილის შიგნით კიდევ ერთი მილი დევს და სითხე მიედინება ამ ორ მილს შორის კვლავ აი ამ მილების ღერძის გასწვრივ. ანუ ამოცანა ძალიან მსგავსია. რეალურად საწყისი განტოლება რა თქმა უნდა იგივეა, განსხვავებულია სასაზღვრო პირობები და თქვენი მიზანია დაადგინოთ სიჩქარის პროფილი ასეთი დინებისას და ყველა ის მახასიათებელი, რომელიც ჩვენ აქ დავადგინეთ, როგორც არის სითხის ხარჯი, ენერგიის დისიპაცია, ძალა და ასე შემდეგ. ეხლა გადავიდეთ სანამ შემდეგი ტიპის დინებაზე გადავიდეთ უკვე რეალობა ხდება რეალობაში. რეალობაში კი ხდება შემდეგი ჩვენ უკვე ვახსენეთ რეინოლდსის ცნობილი ექსპერიმენტები და რეალობაში რასაც რეინოლდსი სწავლობდა სწორედ იყო ჰაგენ-პუაზიელის დინების მდგრადობა და რასაც ის უყურებდა იყო ის რომ თუ კი სიჩქარე იყო პატარა მაშინ მოძრაობა იყო რეგულარული და ის პროფილს არ ზომავდა, მაგრამ ეს მოძრაობა ექვემდებარებოდა აი ამ ჩვენ მიერ მიღებულ შედეგებს, მაგრამ როდესაც მოძრაობა ხდებოდა турბულენტური და არარეგულარული, გასაგებია რომ მაშინ აი ეს სტაციონარული ამონახსენი ძალას კარგავს. ესე იგი რეალურად რა ხდება? მცირე სიჩქარეებზე ჩვენ გვაქვს დინება, რომელიც მისდევს პუაზიელის პროფილს, ხოლო გარკვეული სიჩქარეს ზევით დინება რეალურად ხდება турბულენტური და სიჩქარის პროფილის ნაწილში ეს турბულენტური დინება bis მთავარი სხვაობა ლამინარულ დინებასთან არის აი მოცემული აი ამ სურათზე თუ კი პუაზიელის შემთხვევაში სიჩქარე არის ძალიან პარაბოლური პროფილი აქვს და მისი წარმოებული რეალურად ყველგან არის მეტნაკლებად ერთი და იგივე რიგის турბულენტობის შემთხვევაში როდესაც დგება турბულენტური რეჟიმი გამოირჩევა იმით რომ ძირითადი სიჩქარის გრადიენტი გვაქვს ჩვენ ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო შრეში და რაც მილის შედარებით ცენტრალურ ნაწილში დინების საშუალო სიჩქარე უკვე, იმიტომ რომ სიჩქარე ახლა უკვე შემთხვევითი ქაოსური სიდიდეა რა турბულენტობის შემთხვევაში. თვითონ მილის ცენტრალურ ნაწილში სიჩქარე დაახლოებით მუდმივია. ის ფაქტი რომ დიდ რეინოლდსის რიცხვებზე პუაზიელის დინება სინამდვილეში არ დაიმზირება არ ნიშნავს იმას რომ ამ პუაზიელის დინების ანალიზურ ამონახსენს არანაირი მნიშვნელობა და აზრი არ აქვს. სწორედ პირიქით, იმიტომ რომ როდესაც ხდება დინების მდგრადობის შესწავლა, სწორედ ამისთვის საჭიროა ეგრეთ წოდებული ფონური ამონახსენი და მაშინ ამოცანა დგება ესე რომ რომელია ის რეინოლდსის რიცხვის ის კრიტიკული მნიშვნელობა, რომელზე გადასვლის შემდეგაც დინება ხდება არამდგრადი. ნუ რეინოლდსის ექსპერიმენტების მიხედვით ჩვენ ვიცით რომ რეინოლდსმა აჩვენა რომ ეს რეინოლდსის მნიშვნელობა სადღაცა 2000-ის რიგის არის, ანუ თუ კი ამოცანა დგას ასე რომ მოდით შევისწავლოთ როდის ხდება ამ პუაზიელის დინების турბულიზაცია, თვითონ ამ ამონახსაც კიდევ პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ დავიღოთ ეს ამონახსენი როგორც ფონური და შევისწავლოთ შემდეგ მისი მდგრადობა და ბოლოს ერთი მცირე შეფასება, ესე იგი პუაზიელის უკაცრავად რეინოლდსის კრიტიკული მნიშვნელობა რეინოლდსის რიცხვისთვის იყო 2000 და რას ნიშნავს შევაფასოთ ეს წყლის შემთხვევაში მაგალითად. წყლის კინემატიკური სიბლანტე არის დაახლოებით 1 მიასედი და ეს იმას ნიშნავს რომ თუ კი
დინების მახასიათებელი მანძილი გამრავლებული მახასიათებელ სიჩქარეზე სანტიმეტრ წამებში არის 20-ზე მეტი, მაშინ უნდა დაიმსირებოდეს ტურბულენტობა და ეს რას ნიშნავს? თუ ჩვენი მილის დიამეტრი 2 სანტიმეტრია, რაც ტიპიურია ვთქვათ, წყლის მილებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე სიჩქარეზე 10 სანტიმეტრი წამში სინამდვილეში ჩვენი დინება ჩვენს მილში გახდება ტურბულენტური. ეს შეფასება იმის საილუსტრაციოდ იყო საჭირო, რომ ტურბულენტობის დასაწყებად სულ არ არის საჭირო რაიმე ასტრონომიული სიჩქარეები. ძალიან ზომიერ და მცირე სიჩქარეებზეც კი ის მოკეთ ტურბულენტობა ისეთივე ბუნებრივი მდგომარეობაა სითხის, როგორც წონასწორობაში ყოფნა. შემდეგი მნიშვნელოვანი კლასი წრფივი დინებების ეს არის ეგრეთ წოდებული ორგანზომილებიანი დინებები. ანუ დაუშვათ, რომ ჩვენი დინება ერთ-ერთ კოორდინატზე საერთოდ არ არის დამოკიდებული და გვაქვს რეალურად ორგანზომილებიანი ამოცანა, მაშინ ჩვენი ეს ზოგადი განტოლება ერთ კომპონენტის მქონე უკმშვადი სითხისთვის გადავა ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებაში, რომლის ზოგადი ამონახსენი გასაგებია, რომ არის ჩვეულებრივი კვადრატული ფუნქცია y-ის მიმართ და ახლა განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევები. ახლა ამ მიღებული მუდმივების დასადგენად გასაგებია, რომ გვჭირდება უკვე კონკრეტული ამოცანის სასაზღვრო პირობები. უპირველეს ყოვლისა, პირველი ამოცანა განვიხილოთ ასეთი, რომ დაუშვათ, რომ წნევის გრადიენტი არ გვაქვს. სითხე მოთავსებულია ორ პარალელურ სიფრთხეს შორის, ქვედა სიფრთხე იყოს გაჩერებული, ხოლო ზედა მოძრაობს რაღაცა უსიჩქარით. მაშინ გვეკითხებიან, როგორია ჩამოყალიბებული სტაციონარული დინება, გასაგებია თუ არ გვაქვს გრადიენტი, ეს წევრი გაქრება კვადრატული, შემდეგ იმის გამო რომ სიჩქარე ქვედა საზღვარზე უნდა იყოს 0, გასაგებია რომ ეს b მუდმივაც 0-ია და ჩვენ მივიღებთ სიჩქარის წრფივ პროფილს ამ ორ სიფრთხეს შორის, ხო, სიჩქარე იცვლება წრფივად. ასეთ დინებას ბრტყელი კუეტის დინება ქვია, გასაგებია რომ სითხის დინების საშუალო სიჩქარე არის ზედაპირის მოძრაობის სიჩქარის ნახევარი, ასე ვთქვათ, ვინაიდან მესამე განზომილებით შემოზღუდული არ არის ეს საშუალო სიჩქარე, ასე ვთქვათ, აღწერს სითხის ხარჯს ფართის ერთეულში, ასე ვთქვათ, და კუეტის დინება აქვს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი და აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა განსაკუთრებით ჰიდროდინამიკული მდგრადობაში, იმიტომ რომ დიდი ხანია ცნობილი იყო, რომ კუეტის დინება არის მდგრადი ნებისმიერი რეინოლდსის რიცხვისთვის თეორიულად. ეს შედეგი დიდი ხანია ცნობილი იყო და პრაქტიკა აჩვენებდა სულ სხვა რაღაცას, რომ გასაგებია რომ რაღაცა სიჩქარეზე ზევით კუეტის დინება, ისე როგორც ნებისმიერი სხვა დინება, გადადიოდა ტურბულენტურ მდგომარეობაში და ამ ხრივ ძალიან ბევრი ენერგია დაიხარჯა ამ კუეტის დინების ანალიზზე. ამ ხრივ არის იგი მნიშვნელოვანი. შემდეგ ახლა გადავიდეთ კუეტის დინების მახასიათებლებზე. ზედაპირზე მოქმედი ერთეულოვან ზედაპირზე მოქმედი ხახუნის ძალა მოიცემა აი ამ მხები დაძაბულობის ტენზორის ამ ერთადერთი არსებული კომპონენტით და მივიღებთ, რომ ეს არის კინემატიკური სიბლანტე ზედაპირის სიჩქარეზე გაყოფილი სიფრთხეებს შორის მანძილზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ძალა, რომელიც საჭიროა აი ამ მოძრაობის შესანარჩუნებლად რეალურად არ არის დამოკიდებული დააკვირდით ერთი და იგივე გრადიენტის პირობებში არ არის დამოკიდებული სიფრთხეებს შორის დაშორებაზე. ანუ თუ კი გრადიენტი დგას მუდმივი ამ სიფრთხეებს შორის მანძილი 1 სანტიმეტრია თუ 5 მეტრი, მოქმედი ძალა სტაციონარულ რეჟიმში არის ერთი და იგივე. რაც შეეხება ენერგიის დისიპაციის ტემპს მოცულობის ერთეულში, ის გასაგებია, რომ ლოკალურად რახან გრადიენტი ერთი და იგივეა, ის ერთი და იგივეა, ამიტომ მის ინტეგრებას მოცულობით აზრი არ აქვს და მისთვის გვაქვს აი ესეთი
გამოსახულება. ახლა განვიხილოთ მეორე შემთხვევა, როდესაც ორივე სიფრთხე გაჩერებულია, ორივე პარალელური სიფრთხე გაჩერებულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს მუდმივი წნევის გრადიენტი. მაშინ სასაზღვრო პირობა იმაში მდგომარეობს, რომ ორივე ზედაპირზე სიჩქარე უნდა იყოს ნულის ტოლი და შესაბამისად ჩვენ მივიღებთ სიჩქარის ესეთ პროფილს. და გასაგებია რომ როდესაც y უდრის 0-ს და როდესაც y უდრის d-ს ეს სიჩქარე ხდება ნულის ტოლი, პროფილი ამ ორ წერტილს შორის კვლავ პარაბოლურია, ისევე როგორც მილის შემთხვევაში და ასეთ დინებას ბრტყელი პუაზიელის დინება ეწოდება. ბრტყელი პუაზიელის დინებისთვის საშუალო სიჩქარე გასაგებია მოიცემა როგორც მთელი სიგანით ინტეგრალი გაყოფილი ამ სიგანეზე და ტოლია მაქსიმალური სიჩქარეს 2/3-ისა. შემდეგ ზედაპირის ერთეულზე მოქმედი ძალა ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ სტანდარტულად მხები დაძაბულობით. ასევე სტანდარტულად ვადგენთ სიჩქარის დისიპაციის ტემპს მოცულობის ტემპის სიმკვრივეს რეალურად დროის ერთეულში. და დავაკვირდეთ აი ამ დისიპაციის სიჩქარის ენერგიის დისიპაციის ტემპის გამოსახულებას და ვნახოთ რა ხდება. ეხლა საქმე ის არის რომ წარმოვიდგინოთ ასეთი რაღაცა, ეს ჩვენი პროფილი რომ ყოფილიყო ორი წრფივი პროფილის ჯამი, ანუ გრადიენტი რომ ყოფილიყო სიჩქარის გრადიენტი რომ ყოფილიყო ყველა წერტილში მუდმივი, მაშინ საშუალო გრადიენტი იქნებოდა ორი სიჩქარე გაყოფილი დაშორებაზე, იმიტომ რომ ეს გრადიენტი, ეს სიჩქარე ამ წანაცვლებას აკრებდა ნახევარ სიგანეზე და ასეთ შემთხვევაში დისიპაციის ტემპისთვის ჩვენ გვექნებოდა ესეთივე გამოსახულება, ოღონდ აი ამ რიცხვითი კოეფიციენტი 16 მაგივრად იქნებოდა 4. ხოლო იმის გამო რომ გრადიენტი და ეს 4 მაგის სხვაობა დისიპაციის ტემპში განპირობებულია სწორედ პროფილის პარაბოლურობით, რომელიც რაც იმაში გამოიხატება, რომ სინამდვილეში აი აქ მილის ცენტრში გრადიენტი არის ძალიან მცირე, მაგრამ შესაბამისად კედლებთან არის ძალიან დიდი, რაც იწვევს გაცილებით მეტი ენერგიის დისიპაციას. და რაც შეეხება ამ ორგანზომილებიან დინებებს, კიდევ ერთი დავალება განსაზღვრეთ მუდმივი სიმაღლის სითხის ჩამოდინების სიჩქარე დახრილ სიფრთხეზე. ესე იგი ამოცანა ესეთია, გვაქვს დახრილი სიფრთხე, მასზე ჩამოედინება სითხე, აი ამ h სიმაღლეს შეადგენს სითხე, ჩამოდინების სიმაღლე მუდმივია და თქვენი მიზანია განსაზღვროთ რა სიჩქარის პროფილი ჩამოყალიბდება ასეთი ჩამოდინების დროს. რეალურად თქვენი მიზანია განსაზღვროთ, რომ აი ის რაც ჩამოყალიბდება იქნება ესეთი ტიპის პარაბოლური პროფილი, ანუ უხეშად რო ვთქვათ, ის რაც ჩამოყალიბდება იქნება აი ძალიან უხეშად რო ვთქვათ, აი პუაზიელის პროფილი ნახევარი რო ავიღოთ და დავხაროთ რაღაცა კუთხით. აი ეს არის თქვენი მიზანი, თქვენი მიზანი არის რომ მიიღოთ ეს ჩამოყალიბებული სტაციონარული სიჩქარის პროფილი ამ შემთხვევაში.